ინდუსტრიაში, რომელსაც საუკუნეებია შოტლანდია, ირლანდია და იაპონია ინაწილებენ, მთავარი პრიზი არც მეტი და ნაკლები მოდის საქართველოში. პირველი ქართული ვისკი, ჯიმშერი, ახსებს გლობალურ წარმატებას და ბრენდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახეობამ საუბარია ჯიმშერი ტრიო. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე საუბარია World Whiskies Awards 2026 ოქროს медаლი მოიპოვა და საუკეთესო დასახელდა კატეგორიაში Blended 12 years and under, ანუ 12 წელი და ქვევით და ეს არ მხოლოდ აღიარება. არამედ კრიტიკოსების მოსაზრებით, ვისკის ინდუსტრიის ნამდვილი ოსკარია. ყველაზე მარტივად რომ გითხრათ, სადაც გამარჯვებულებს უკასრესი blind ბრმა დეგუსტაციის პრინციპით ირჩევენ. წლებია ძალიან გულშემატკივრობ ამ ახალგაზრდა კაცს. ჯიმშერ ჩხაიძესთან პირადი და საქმიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ ჩვენი ერთობლივი საჯარო სამსახურში ყოფნიდან მაქვს უსაზღვროდ ნიჭიერი ადამიანია, რაც ამ ოჯახს პირველ რიგში მშობლებისგან მოსდგამს და მოყვება მოკითხვები დედას საუკეთესო სურვილებით და დარწმუნებული ვარ ძლიერი გენი ყოველთვის მძლავრობს ესეთ შემთხვევებში, რადგან მხოლოდ ჯიუტების და მიზანსწრაფულების არის ამ ცხოვრების საუკეთესო მიზნების ხელნაწიფობა. ჯიმი ჩხაიძე აი ამ ჯიუტებს შორის ერთ-ერთია და გამორჩეულია და მეც ამბავი ვარ, რომ ის ასეთ პიროვნებად საქმიან ადამიანად ჩამოყალიბდა. მხოლოდ ურჩევს და ჯიუტ საქმიანებს შეუძლიათ ასეთი მიზანი დაისახონ და თუნდაც აი ესეთი გიჟური იდეა განახორციელონ, როგორც ქართული ვისკის წარმოება, პოპულარიზაცია და ესეთი წარმატებების მიღწევა. ხო და როგორ გაარღვია პირველმა ქართულმა ბრენდმა გლობალური ბაზრის საზღვრები და როგორ აქცია ჯიმი ჩხაიძემ ღვინის კასრებში დავარგებული ვისკი მსოფლიო ინოვაციად. ჩვენი ვიდეო ისტორია გეტყვით. ვისკი თავისი არსით დროისა და მოთმინების ხელოვნება, სითხე, რომელიც წლობით იძინებს ხის კასრში და იწევს მის ხასიათს, მის ისტორიას. აწლეულების განმავლობაში ეს სამყარო მკაცრი კონსერვატიული წესებით ცხოვრობდა, სანამ ჯიმი ჩხაიძემ გაბედა და ამ კლასიკურ შოტლანდიურ დნმ-ში 8000 წლიანი ქართული მეღვინეობის ტრადიცია ჩაწერა. სწორედ ამ სინთეზმა მსოფლიოს ყველაზე მომთხოვნ ინდუსტრიაში ახლახან ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. იქ სადაც ტრადიციულად შოტლანდიელები, ირლანდიელები და იაპონელები დომინირებენ, პირველმა ქართულმა ვისკიმ ჯიმშერ ტრიომ მთავარ გლობალურ კონკურსზე World Whiskey Awards 2026-ზე ოქროს медаლი მოიპოვა. იცით რას ნიშნავს? იმას, რომ სხვის მოგონილ თამაშში ჩაერთო და შენივე წესებით მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვო. ეს Best World Whiskey Award-ი განსაზღვრავს მსოფლიო ვისკის ინდუსტრიის, ასე ვთქვათ, გამორჩეულ ბრენდებს და გამორჩეულ წარმოებლებს. ჩვენ მათ შორის ვართ. დღეს შეიძლება ითქვას თავმად და ეს დიდი აღიარებაა საქართველოსი, ასე ვთქვათ, ზოგადად არა მარტო როგორც ვისკის, არამედ ზოგადად როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ეს შეიძლება პარალელი გავავლოთ სპორტთან, დაუშვათ როგორც არის მსოფლიოში ოლიმპიადა, ოლიმპიური თამაშები, ანალოგიური მასშტაბის კონკურსია ეს, რაც ჩვენ დღეს მოვიგეთ. ამ ისტორიულ აღიარებაში ყველაზე საინტერესო მისი ფორმაა. გადაწყვეტილება ბრმა დეგუსტაციით მიიღეს. მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების წინაშე იდგა უსახელო ჭიქა. ყოველგვარი ბრენდის მარკეტინგისა თუ გეოგრაფიის გარეშე აქ მხოლოდ მისი ხარისხი ლაპარაკობდა. ჟიურის წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ უმაღლესი შეფასების მქონე სითხემ ურთულესი დავარგების გზა სამსრულიად განსხვავებულ საფერავის, წინანდლისა და ტრადიციული ბრენდის კასრებში გაიარა. სწორედ ამ ავთენტურმა ქართულმა ხასიათმა კლასიკური ინდუსტრიის საზღვრები გაარღვია და გლობალური ბაზრისთვის ახალი მომავლის სტანდარტი შექმნა. Blended 12 წლის ქვევით დაძველების კატეგორიაში მოვიგეთ ერთი და მეორე ოქროს медаლი, ასევე 12 წლის კატეგორიაში მოვიგეთ. დიდი ამბის დასაწყისია, როგორც ახალი ფურცელი ქართულ ისტორიაში, ანუ ვისკის ისტორიაში, რომელიც მსოფლიომ უკვე აღიარა. ვისკის ისტორიაში ეს ახალი ფურცელი ჯერ კიდევ 10 წლეულის წინ თავადვე გადაშალა. მაშინ ბევრმა ავანტიურადაც აღიქვა. შესაძლოა გიჟურ ექსპერიმენტად, ალბათ ეჭვიც ბევრი იყო, კრიტიკაც, სკეპტიციზმიც, თუმცა ჯიმი ჩხაიძემ
სახელობითი ბრენდით ზუსტად იპოვა ის გზა, რომლითაც ვისკის შესახებ გამორჩეული ისტორიის მოყოლა ქართულ ენაზეც დაიწყო. დამტკიცდა ის, რომ თამამი ნაბიჯები თუ დაფუძნებული არის რაღაც გარკვეულ ცოდნაზე და გარკვეულ ხედვაზე, ხო არ არსებობს, რომ შედეგი არ გამოიღოს ამ ყველაფერმა და ეს ერთ-ერთი მაგალითია ამ ყველაფრის. და მე დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მსოფლიოს ვაოცებთ და უფრო გავაოცებთ ჩვენი სიახლეები. ძალიან ბევრი საინტერესო ამბავია ჩვენს კომპანიაში, რომელიც ცოტა დრო ჭირდება, ან რაღაცებს ვავარგებთ, რაღაცებს ვაკვირდებით, მაგრამ ის რაც გვაქვს უკვე შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი სიტყვა ვთქვით უკვე მსოფლიო ასპარეზზე. World Whisky Awards-ის ოქროს медаლი ამ ისტორიის მწვერვალი არ არის. გვარწმუნებენ, რომ ეს მხოლოდ პროლოგია იმ დიდი გლობალური ექსპანსიის, რომელსაც ახლა პირველი ქართული ვისკი იწყებს. ჯიმშერის 6 სახეობის პროდუქცია უკვე 13 ქვეყანაში, მათ შორის ისეთ სწრაფად მზარდ ბაზრებზე გადის, როგორც მაგალითად ლიბანია. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ბრენდის მესვეურები გვარწმუნებენ, რომ წინ კიდევ უფრო ამბიციური გეგმებია. წარმატების მასშტაბური ზრდა და სრულიად ახალი ტექნოლოგიური ეტაპი დისტილაციის პროცესში. ჩვენ ასევე უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ single malt-ის გამოშვებას, იმან single malt-მა სიმფონიამ უკვე 2 медаლი მოიპოვა, ჯერჯერობით არა ოქრო, მაგრამ ჩვენ ოქროსთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, დროც გადის, თან დავარგების პროცესი მიდის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ single malt-ის კატეგორიაშიც უახლოეს მომავალში მსოფლიო ვისკის, ასე ვთქვათ, როგორც კატეგორია მსოფლიო ვისკი single malt-შიც მივიღებთ და ამით გავახარებთ ჩვენს მომხმარებელს და ზოგადად გავაოცებთ ჩვენი ჩანაფიქრით მთელ მსოფლიოს. ისტორია, რომელიც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იდეით დაიწყო, ახლა ახლო აღმოსავლეთიდან ევროპამდე სრულიად ახალ კულტურას ქმნის. საქართველოს უკვე დაამტკიცა, რომ ღვინის სამშობლო შეუძლია იყოს ადგილი, სადაც ვისკის მომავალი იწერება და როგორც ჩანს, ამ ახალ გლობალურ თამაშში ჯიმ შერის შესრულებით ჩვენი ქვეყნის თავარი სვლები ჯერ კიდევ წინ არის.